Დარგობრივი საბჭო კაკლისა და ნუშის სექტორის განვითარებისთვის დარგობრივი საბჭო, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იქნება, ფერმერების მხარდაჭერას, გამოწვევის იდენტიფიცირებას და დარგის კოორდინირებულ განვითარებას ისახავს მიზნად. მინისტრი უკვე შეხვდა სექტორის წარმომადგენლებს, სადაც აღინიშნა, რომ კაკლისა და ნუშის წარმოება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და სტრატეგიული მიმართულებაა და პოტენციალის დიდი აქვს, როგორც შიდა ბაზრის უზრუნველყოფის კუთხით, ისე ექსპორტის ზრდაში. რა მოლოდინი აქვს ფერმერებს, რა გამოწვევებია სექტორში და რა პოტენციალია ქართული რეალობისთვის ნაკლებად ტრადიციული კულტურის ნუშის განვითარების მიმართულებით სტუმართან ნუშსა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ნიკო ნიკოლაძესთან ერთად ვიმსჯელებთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა კაცემ სტუმრობისთვის. თემა, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემოსავლიანი შეიძლება გახდეს საქართველოსთვის, ყოველ შემთხვევაში ყველა იმ ფერმერის პასუხიდან გამომდინარე და განცხადებებიდან, რომელიც მე მომისმენია, თუ მას სწორად განვავითარებდა სწორი გზით წავალთ. თავდაპირველად მინდა დავიწყოთ იმ საბჭოს შექმნით, რა შეცვლის ეს საბჭო, სად ვართ დღეს ამ ბაზარზე. რა შესაძლებლობები გვაქვს, ამას აუცილებლად ვიკითხავ უფრო დეტალურად, თუმცა სად ვართ დღეს და ეს საბჭო რას ცვლის? შეიძლება თუ არა ეს იყოს ერთგვარად ზედმეტი დანამატი, რომელიც დროს დაგაკარგვინებთ ფერმერებს, თუ ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელიც პირიქით დაგეხმარებათ, რომ რაც გამოწვევები და პრობლემებია ის სახელმწიფომდე, რაც შეიძლება დრო და ხელისუფლების წარმომადგენლებამდე დროულად მიიტანოთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. საბჭოს იდეა, რომელიც ეხლა მე როგორც ვიცი, რა საპილოტ რეჟიმში მიმდინარეობს, თვითონ ფორმატი, ასე რომ ვთქვათ, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ფერმერებს და ზოგადად დარგში ჩართულ ყველა რგოლს აქვს შესაძლებლობა პირდაპირ კომუნიკაცია განახორციელოს გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებთან, როგორც არის მინისტრი, მინისტრის მოადგილე ან კონკრეტული დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ინფორმაციის მომწოდებლები არიან ფერმერები და სხვა ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან სექტორში, პირდაპირ შეხება გადაწყვეტილების მიღებებთან არის, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინაიდან პირდაპირ ეს პრობლემა იყო, ანუ კომუნიკაციის კუთხით, პრობლემის მიტანის კუთხით გამოწვევები ჰქონდა და პრობლემები იყო? მოდი ასე ვთქვათ, ანუ დიდი პრობლემა ამ მიმართულებით არ ყოფილა. შესაძლებლობები ან კარები ხშირ შემთხვევაში ღია იყო, ანუ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი იყო, თუმცა არა ამ სიჩქარით. გარდა იმისა, რაც მაგალითად ტელევიზიით ვიხილეთ, რაღაც ვიწრო ჯგუფი შეხვდა მინისტრს და ასე შემდეგ, ამის გარდა არსებობს რაღაც ჯგუფები დისტანციური კომუნიკაციისთვის, სადაც ანუ პირდაპირ ხდება ინფორმაციის მიწოდება და შემდგომში ამაზე რეაგირება. თუ რეაგირება არ არის, იქვე ხდება, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, რომ რეაგირება მოხდეს. მაშინ ასე დავსვავ კითხვას, რა ხდება დღეს ბაზარზე? ანუ სად არის რეალურად ეს მიმართულება საქართველოში და რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგახართ, რომელთა გადაჭრაც პირობითად ამ სექტორს სხვა მასშტაბზე აიყვანს და მათ შორის ადგილობრივ თუ საექსპორტო შესაძლებლობებს კიდევ უფრო განზრდის. კი ბატონო. როგორც თქვენ შესავალ სიტყვაში თქვით, ნუში არ არის საქართველოს ტრადიციული აგროკულტურა, რომლის წარმოებას და მოყვანას მიუხედავად ჩემი განსაკუთრებული სიყვარულისა, მართლა გულწრფელად მეგონა, რომ ნუში ქართული ტრადიციული მოხმარებაში ძალიან აქტიურად იყო და ძალიან გამეკვირდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ეს არის ბოლო წლებში შემოსული უფრო ტენდენცია და არ არის ასეთი, როგორც პირობითად დავუშვათ კაკალი და თხილი. კი ბატონო, ნამდვილად, ანუ ნუში ნამდვილად არ არის ჩვენთვის ტრადიციული, სადღაც 2016 წლიდან დაიწყეს მისი კომერციული სახით კულტივირება საქართველოში. შესაბამისად, ახლის დაწყების დროს საკმაოდ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, ძირითადად პირველადი წარმოების მიმართულებით, ბაღების გაშენების ნაწილში, ირიგაციის მოწყობის ნაწილში, ფერტიგაციის სისტემების მოწყობის ნაწილში, რის შედეგებსაც ეხლა სამწუხაროდ ვიმკით და ეს შედეგები არ არის, ასე რომ ვთქვათ, დადებითი. რამდენად სწორად იყო შერჩეული ნერგები, ჯიშები და ასე შემდეგ. თუმცა ეს ყველაფერი არის ერთგვარი პლაცდარმი, განვლილი გზა, ანუ არავის არ დაუწყია, ასე რომ ვთქვათ, ფინიშიდან კონკრეტული საქმის კეთება. ჩვენს გასავლელი გქონდა ეს გზა, აუცილებელი არ არის ყველა შეცდომა დაუშვათ, რაც კაცობრიო საქანთი დაუშვია, ბუნებრივია. ის ცოდნა და გამოცდილება უნდა გავიზიაროთ, რა სხვა ქვეყნებს, წარმოებელ ქვეყნებს მიღებული აქვს, თუმცა აუცილებელი არის მორგება ამას ქართული რეალობაზე, ვინაიდან მოგეხსენებათ, შეუძლებელია პირდაპირ დააკოპირო, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც არის
მთავარი მწარმოებელი ნუშისა დააკოპირო პირდაპირ მოდელი და წამოიღო და საგარეჯოში გააშენო მაგალითად იგივე მოდელის ბაღი, იმიტომ რომ გვაქვს განსხვავებული კლიმატური რეჟიმები, გვაქვს განსხვავებული, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ტიპის ტექნიკაზე, მათ შორის მუშახელზე, ცოდნაზე, აგრონომიულ ნაწილში, ამიტომ აუცილებელია მისი ერთგვარი მოდერნიზება, მორგება საკუთარ რეალობაზე და აქაური გამოცდილების მიღება და შემდგომში სწორი პროექტის განხორციელება. ეს გამოცდილება ახლა დაგროვებულია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხდება საოცრად საინტერესო პროექტების განხორციელება საქართველოში, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. საჰექტრო მოსავლიანობა გაზარდოს და მიიღოს დაახლოებით ის მოსავალი, რაც უყურებს ნაჭუჭიან ნუშს 6-დან 6.5 ტონამდე, რაც სადღაც 2.4 ტონა ნუშის გულს გულისხმობს, რაც სრულიად კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე. ფასის ჭრილში, ხარისხის ჭრილშიც არ გვაქვს პრობლემა, იმიტომ რომ თუ მაგალითად 2.4 ტონა ნუშის გულს მოვიყვანთ 1 ჰექტარზე, ეს ნიშნავს უკვე რომ საკმაოდ მაღალი კალიბრი გაქვს, ნუშის ფორმა ლამაზია და შესაბამისად შეგიძლია იფიგურიროთ საერთაშორისო ბაზარზე როგორც ერთ-ერთი მიმწოდებელი. კი ბატონო, თუმცა აქ შემოდის ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რამდენად შეგვიძლია იმ მოცულობით უზრუნველყოთ გატანა, რომელიც რეალურად მოგცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ იმაზე კი არ ვიფიქროთ, რომ ლამაზი იყო, მხოლოდ ლამაზი დავგვაყოფილოთ, არამედ რეალურად რაც შეიძლება მეტი მივაწოდოთ და რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოთ. ჩვენი მთავარი პრობლემა არა მხოლოდ ნუშისა თუ კაკლის თუ თხილის მიმართულებით, არის ის, რომ რეალურად ჩვენ სათანადო რაოდენობით არ შეგვიძლია წარმოება და მიწოდება, რაც ბუნებრივია ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით, იმიტომ რომ არც ერთ მარკეტს პირობითად ევროპაში არ მოუნდება რომ მიიღოს პროდუქცია, რომელსაც ჩავარდნა ექნება. აი ამ ნაწილში როგორ შეგვიძლია ეს პრობლემა მოვგვაროთ და მათ შორის ის პროგრამები, რომელიც სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში ამუშავა, დანერგემომავალი იქნება თუ სხვა და ეხლა უკვე თანადაფინანსების პროგრამა დაიწყო, აი ეს რამდენად შეცვლის რეალობას ბაზარზე, რომელიც დღეს რეალურად პრობლემად გიდგათ ყველას, ვინც ამ სექტორში მუშაობს. კი ბატონო, მოგახსენებთ, ნუშის რეალიზაცია დღეს საქართველოში პრობლემას არ წარმოადგენს. მათ შორის ექსპორტის ნაწილშიც პრობლემას არ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი მოცულობები არ აქვს რა. თქვენ როგორც ბრძანეთ, ანუ ჩვენ პირდაპირ კონტრაქტებს მაგალითად რიტეილერებთან ვერ გავაფორმებთ, მაგრამ არსებობს ჰაბები, არსებობენ მყიდველები, რომელსაც შეუძლია ერთი კონტეინერი, ორი კონტეინერი იყიდოს და დაექსპორტოს რომელიმე კონკრეტულ ჰაბში, რომელიც შემდგომში აფორმებს კონტრაქტს რომელიმე რიტეილერთან და შეაქვს ეს პროდუქცია სხვა. ეს რიტეილერი უცხოელია და დაუშვათ პირობითად რომელიმე მათ შორის მეზობელი თურქეთიდან არის? შეიძლება მეზობელი თურქეთიდან. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით. კი ბატონო, თურქეთი არის მნიშვნელოვანი ჰაბი, სადაც ხდება ასე ვთქვათ პროდუქციის შეგროვა და შემდეგ ექსპორტი, თუმცა ამ შემთხვევაში ევროპას შეიძლება მივიღოთ ერთ-ერთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის ესპანეთი მივიღოთ ერთ-ერთ ნაწილად, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არიან ექსპორტიორები. კი ბატონო. რაც შეეხება თქვენს კითხვა, ძალიან საინტერესო კითხვა, ჩემი პირადი პერსონალური აზრით, რომელიც რიცხვებზე არის დაყრდნობილი, საქართველოს დიდი პოტენციალი ის რომ გახდეს დიდი ექსპორტიორი ნუშის არ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ასე ვთქვათ ამ ნუშის, რომელსაც საქართველოში ვაწარმოებთ, მისი რეალიზაცია თუნდაც ადგილობრივ ან მეზობელ ქვეყნებში მცირე რაოდენობის ექსპორტით. მარტივი რიცხვებს რომ შევხედოთ. ამერიკის შეერთებული შტატები წლიურად აწარმოებს დაახლოებით 1.200-დან 1.400.000 ტონამდე ნუშს. როცა ჩვენ მომავალ წელს ნუშის გულზეა საუბარი, ველოდებით სადღაც 1500 ტონა ნუშს. და ჩვენ გვაქვს სრული რომ 2400 ტონა ვაწარმოოთ, ხო? გვაქვს სადღაც 2400 ტონა ვაწარმოებთ და თუნდაც გავიზარდოთ 10 ჯერ. შეუძლებელი, ანუ 1%-იც კი მსოფლიოს წარმოების რომ ავიღოთ, ამისთვის უნდა გავზარდოთ ჩვენი მოცულობა 10 ჯერ. მაგრამ ამას მოსდევს ძალიან საინტერესო ფაქტორი. 10 ჯერაც რომ გავზარდოთ ჩვენი მოცულობა, თუ საქართველოში ნუშის მოხმარება გაიზრდება, რისი ტენდენციაც ახლა გვაქვს, მაგალითად 0.0 წარმოებაშიც და მოხმარებაში. ნახეთ, თუ მოხმარება გაიზრდება და იზრდება მოხმარება, იმიტომ რომ ნუშის ფასი უბრუნდება რეალურ მაჩვენებელს საქართველოში და უკვე მოსახლეობას ეძლევა იმის შესაძლებლობა იყიდოს 1 კილოგრამი ნუში და მისი ანუ გაძვირებული იყო მნიშვნელოვნად. მნიშვნელოვნად ყოველ შემთხვევაში რაც ჩანს დახლებზე. ნუ სადღაც 25 ლარის ფარგლებში შედარებით იაფასიან მარკეტებში 25 ლარის ფარგლებში რიტეილერებში 25-დან 30 ლარის ფარგლებში შესაძლებელია 1 კილოგრამი ნუშის შეძენა, რაც ასტრონომიულ რიცხვს არ წარმოადგენს, იყო 3 ჯერ უფრო ძვირი ღირებულება რა. ეხლა ნახეთ საქართველოში თუ
თუ იყო 100 გრამი ნუშის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით 3-ჯერ არის ეს გაზრდილი. თუ ეს მოხმარება დაეწევა მაგალითად ევროპის მაჩვენებელს, რომელიც 2.5 კილოგრამს უყურებს წლის განმავლობაში ერთ მოხმარებელზე, ის მოცულობა, რომელსაც საქართველო აწარმოებს, დღეს გაშენებული ფართობებიდან გამომდინარე, სრულად შეიძლება დარჩეს საქართველოში იმ კონკურენტულ ფასად, რომელ ფასადაც ჩვენ შეიძლება საერთაშორისო ბაზარსაც შევთავაზოთ ეს კონკრეტული პროდუქტი. შესაბამისად, ნუში ძალიან საინტერესო, ნუშის წარმოება ძალიან საინტერესო ბიზნეს მოდელად შეიძლება იქცეს, თუ საჰექტრო მოსავლიანობა დაეწევა ან მიუახლოვდება იმ მაჩვენებელს, რომელიც არის მაგალითად ესპანეთში. კი ბატონო, თუმცა ასეთ შემთხვევაში თვითონ ფერმერები რამდენად, მათ შორის თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, განათლების ნაწილი რამდენად იაზრებენ ამ მიმართულების პოტენციალს და დაუშვათ რა ნაწილია. ერთი დაუშვათ თანადაფინანსების პროგრამა იქნება თუ სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები ეს ცალკე, მაგრამ სხვა რა ნაწილია გასაკეთებელი, რომ დაუშვათ ეს მიმართულება იყოს კიდევ უფრო მეტად შემოსავლიანი. ახეთ კლიმატი თუ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. კლიმატი გვაძლევს ამის შესაძლებლობას, წყლის რესურსები გვაძლევს ამის შესაძლებლობას, მელიორაციის ნაწილში სერიოზულად წესრიგდება უკვე მელიორაციის პრობლემები. აბსოლუტურად ყველა მოცემულობა გვაქვს განსაკუთრებით კახეთის აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადად კახეთის რეგიონში, რომ ვაწარმოოთ დიდი რაოდენობით ნუში 1 ჰექტარს. სახელმწიფოს ხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც ხორციელდება და რომლის რედიზაინინგს ეხლა შემოგთავაზა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კიდევ უფრო დააფორსირებს, რომ გახდეს შესაძლებლობა პროექტების გამსხვილების. კი ბატონო, უფრო მეტი კოოპერატივისკენ წასვლა. კი ბატონო, კოოპერატივებისთვის თვით ხელშეწყობის პროგრამები არის, გარდა ამისა აწეული იქნა კონკრეტული ზღვრები გრანტებისა, რაც ასე ვთქვათ შედარებით საშუალო ზომის ბიზნესს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს ეს პროექტები და საშუალო და მსხვილი ბიზნესი არის სწორედ სოდნის შემომტანი ქვეყანაში რა. კიდევ უფრო თუ გაიზრდება ეს ზღვრები, კიდევ უფრო კვალიფიციური ხალხი შემოვა ამ ბიზნესში, გაითვალისწინებს იმ გამოცდილებას, რომელიც აქამდე გავლილი აქვს უკვე ქვეყანას და შემოიტანს დამატებით სოდნას ქვეყანაში, რაც პირდაპირ დაეხმარება ყველა სხვას, მათ შორის წვრილ ფერმერებსაც, რომ ეს გამოცდილება ცოდნა, რომელიც დიდი ბიზნესის მიერ იქნება შემოტანილი, გაიზიაროს და საჰექტროდ აწარმოოს 3-ჯერ უფრო მეტი, რომელსაც აწარმოებს ეხლა და 3-ჯერ უფრო მეტი, როცა ფიქსირებული ხარჯები იგივე გაქვს ფაქტიურად რა. 100 კილოს მოიყვან 1 ჰექტარზე, თუ 300 კილოს პირობით რიცხვებს გეუბნებით, ფიქსირებული ხარჯები დაახლოებით ერთი და იგივეა. შესაბამისად, ერთ შემთხვევაში შემოსავალი 300 კილოზე ხარჯები 300 კილოგრამიან შემოსავალზე ნაწილდება, მეორე შემთხვევაში 100. შესაბამისად, თვითღირებულება მნიშვნელოვნად მცირდება და კონკურენტ უნარიანი ხდება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც და ეს თემა მოუწურავია ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც ასევე საინტერესოა კაკლისგან დავუშვათ ხილის მიმართულებით მთლიანობაში ერთგვარად როგორი ტენდენციები გვაქვს, ამიტომ სამოულოდაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში ნიკო ნიკოლაძე საუბრობდა.